ასეთი თვისება მაქვს, რომ პერიოდულად ვამოწმებ ხოლმე ღარიბაშვილის თანამეცხედრის მომავალში როცა იქნება რა საკვირველია, აქვია სუმაშა ყირებენ. ნანუკა ინგა გარდახობს ახლა. თამაზაშვილი ესე უკრებ ხოლმე. სუმა ვიწყდება. ნუნუკა ჰქვია თურმე. კარგი ხანი არ შეიმოწმები, აი ჯერჯერობით ესეთ მდგომარეობაშია. მოდის ვიხდი, ჯერჯერობით ესეთ მდგომარეობაშია. ნახეთ, აი აქ ხო ნუნუკა. Digital creator-ი ყოფილა 15,000 follower-ი ყოლია. თელავის პირველი საჯარო სკოლა დაუმთავრებია. მოკლედ, მის კედელს, the wall, include ვამოწმებ ხოლმე. რა მაგარი ფოტო აღმოაჩინე ნუნუკა. პირველი ფოტოა ნუნუკა, ირაკლა და ბერუკა. ვამოწმებ ხოლმე მის კედელს. და სულ მაინტერესებს, ნახოთ ცოტა ხანში. ჯერაც არის თუ არა, უყენია თუ არა ამ ბანდიტის მეუღლეს, იმ თავარი ბანდიტის სინდიკატის უფროსის ბიზინა ივანიშვილის ფოტო, ავატარის ფოტოდ, ბიზინას ხელი რომ აქვს გადახვეული ირაკლი ღარიბაშვილზე, მის მეუღლეზე და სულ მაინტერესებს, როდის თუ მოხსნის საერთოდ ამ ფოტოს, თუ შეცვლის საერთოდ ამ ფოტოს, როდის შეცვლის. კარგი ხანი არ მინახავს და ახლა მოდით ერთად ნახოთ. unboxing-ი გავაკეთოთ. ისევ ბიზინა ივანიშვილს გადახვეული აქვს ქალბატონი ნუნუკას მეუღლისათვის ხელი და ბოლო 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული არის ბიზინა ივანიშვილის საჯარო რაც არის ყოველ შემთხვევაში მე არ არის რა ის ჩემი ფრენდი ხო არ გაუგზავნოთ მეც მოწვევა კი არა და მეგობრების თხოვნებოდი ვცადოთ და უკვე ერთ-ერთი შემდეგ ვიდეო ბლოგში თუ დამიმეგობრდება ქალბატონი ნუნუკა მე უნდა მივწერო ოღონდ ამიტომ ამის გამო მოდი გავუგზავნოთ თქვენ თვითონ გავაკეთეთ ამას რო არ friend request. გავუგზავნეთ friend request-ი ქალბატონ ნუნუკას. მე მივწერო. თუ დამიმეგობრდა, თუ მიკადრა რა საკვირველია. ქალბატონი ნუნუკა ერთი ამბავია და მეორე ამბავია რომ ეს მესამე ვიდეო ბლოგია ჩემი დღეს და ფრიად საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენს უთუოდ შეხვდებით ხოლმე, შემოგხვდებათ ხოლმე სკროლვისას, შემოგხვდებათ ხოლმე გუშინწინდელი იმის წინანდელი კადრები, ვიდეო კადრები აქციებიდან. ახლა როგორი მდგომარეობაა, ნახეთ, როგორი მდგომარეობაა და სრულიად იცვალა სახე ერთგვარად აქციებმა ერთგვარად სახე. თუ აქამდე რუსთაველის გაბზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებოდა საზოგადოება და ახლაც იკრიბება გადა არა. ახლა იკრიბებიან მოქალაქეები და ბოლო წამამდე არავინ იცის საით რომელი პატარა ქუჩისკენ მთაწმინდაზე სოლოლაკში ქვემო მთაწმინდაზე ხო მთაწმინდის რაიონი თაბუკაშვილზე ასე მაგალითად საით დაიძრებიან ნაწილი საით დაიძრება ნაწილი რჩება ასაკიანები განსაკუთრებით ხოლო ახალგაზრდები ესე არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ამის ძახილით მიუყვებიან პატარ-პატარა შეუყვებიან შეეფინებიან ხოლმე პატარ-პატარა ქუჩებს და ეს პოლიციის თანამშრომლების წყით ხოლმე ხანდახანზე ხშირად რომ ამბობ რომ მილიციად გარდაქმნილი პოლიცია მეთქი დახვება მათ ვინ დაიღლება პირველი წარმოვიდგინოთ რომ 2026 წლის 25 მაისი, აი მეორე დღეს დიდი აქცია იგეგმება 26 მაისია მეორე დღეს, დიდი დამოუკიდებლობის დღეს, ის თავი უნდა აღვნიშნოთ, შესაბამისად 2026 წელს 108 წლის თავი, 108 წელი გავა
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 26 მაისიდან და დიდი აქციისთვის ემზადება პოლიტიკოსთა ნაწილი, ემზადება რაღაც საზოგადოების ნაწილი და ასე შემდეგ, არასამთავრობოები, მედიაც ემზადება ცხადია, მთავრობად წოდებული, თუ მთავრობა იმ ხანადაც ქართული ოცნება ემზადება დიდი აქ გამოფენებისთვის, რაღაც აღნიშვნისათვის თავისუფლების მოედანზე თუ სხვაგან. მაგრამ 25 მაისია ერთი დღით ადრე წარმოიდგინეთ და ეს პოლიციელები, რომლებმაც მეორე დღეს უნდა დაიცვან მართლწესრიგი, ისინი იძულებულნი არიან, რომ ისევ გავიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალისტვის ედევნათ გლდანსა თუ ფონიჭალაში, ისინი იძულებულნი იქნებიან ისევ გავიდნენ აქციაზე და დააკვირდნენ მოქალაქეები გადაკეტავენ თუ არა რუსთაველის გამზირს. თუ გადაკეტავენ, ბუნებრივია, მერე უნდა ჩააკარგონ. ქონანო ფოტოები გადაუხონ, რომ მერე გადაუგზავნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისს. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისმა მოახდინოს მათი იდენტიფიცირება, ვისი იდენტიფიცირებას ადგილზე ვერ მოხდა. აღძრას მერე მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით უმრავლეს შემთხვევაში საქმე გადაუგზავნოს სასამართლოს, ეს ადამიანები დაიბარონ მეორე დღეს ალბათ მაინც სასამართლოზე და უთხრან, რომ აი შენ გიორგი პირობითი სახელით, შენ ანა პირობითი სახელით, შენ რაღაც 7-7 დღე გეკუთვნის, შენ წახვალ იქ და შენ წახვალ იქ და დააკავონ და გაუშვან ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში. მობეს და ყელამდე ხავს დარწმუნებული ვარ. ეს დემონსტრაცია აქვს დემონსტრაციები ამ პოლიციას და პოლიციის რიგით თანამშრომელსაც, რომელსაც აკი გითხარით, მნიშვნელობა არ აქვს. დასახელს მოვიგონებთ ახლა, რომელსაც აკი გითხარით, ერთი სული ჰქონდა თავის დროზე, როცა პოლიციის აკადემიაში აბარებდა და პოლიციელობისთვის ემზადებოდა, საპატრულო პოლიციელობისთვის თუნდაც ან კრიმინალური პოლიციელობისთვის ემზადებოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გაეკიდებოდა ჯიბგირებს, როდის გაეკიდებოდა კრიმინალებს, როდის აღმოფხრიდა კრიმინალს, წინასწარ პრევენციულად უკვე შემდგომ როგორიც დააკავებდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, როგორ დაახკვეთა დანაშაულს, როგორი კარგი სამართალდამცავი უნდა ყოფილიყო და ახლა მისი უფროსობა განყოფილების ხელმძღვანელი იქნება ეს 20-ეულის თუ 10-ეულის ხელმძღვანელი, 100-ეულის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბიზაშვილი თუ გარე ბიზაშვილი თუ თვით შინაგან საქმეთა მინისტრი ეუბნება, რომ აი ეხა დაიჭირე ეხლა ეს პირბადიანი, ნახე დღეს არაჩვეულებრივი კადრი შევხვდა, პირბადე კი არ ეკეთა, შარფი ეკეთა, შარფი. და შარფის გამო ეს გუშინდელი ან გუშინწინდელი, როგორც რამდენიმე ხნის წინანდელი კადრია, შარფიო, ესეც არისო ერთგვარი პირბადეო, შარფი მოხსნა 60-მა ვუტრირებ, ნუ კარგი 7-მა პოლიციელად წოდებულმა მილიციელმა დალუქა ეს რაღაც პარკში ჩადო, არის ერთი ხორხოცით ამასობაში, ეს პოლიციელები თავადაც ხვდებიან, რომ მათ დასცინიან რიგითი მათაც დასცინიან რიგითი მოქალაქეები, თუმცა იქცნენ სისტემის იმგვარ ჭანჭიკებად, რომლებიც ამგვარ სასაცილო ქმედებებს ჩადიან. რუსთაველის გამზირის პროტესტი არც არასოდეს დასრულდება. მე ამაში აბსოლუტურად ვწმუნდები, განსხვავებით ბელარუსში დასრულებული ან სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებსა თუ ქალაქებში დაწყებული პროტესტები საგან განსხვავებით არც არასოდეს დასრულდება. ყოველთვის მოიძებნება აბუაშვილისეული განმარტებით თუ კობახიძისეული 50 თუ 70 აკაცუკი, რომლებიც არ გადაკეტავენ ხაზსუსვამ, უკვე ვეღარ გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს, მაგრამ ივლიან რუსთაველის გამზირზე მერე შეეფინებიან ზემო მთაწმინდის ქუჩებს ან სოლოლაკის ქუჩებს, იქ შექმნიან დისკომფორტს, ეს პოლიციელებად წოდებული მილიციელები გახვევიან და ვინ ვის დაღლის მეთქი და მე გეტყვით, რომ დაღლის რასაკვირველია საზოგადოება რამდენიც არ უნდა იყოს, რამდენიც კუნთმაგარი არ უნდა იყოს, მუხლმაგარი არ უნდა იყოს. ეგრეთ წოდებული პოლიციის ათეულები, 100-ეულები თუ 1000-ეულები, მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისინი უმალისინი დაიხლებიან, ვიდრე საზოგადოება, რომელიც პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ ყოველდღიურად გამოვიდეს ქუჩაში, იმიტომ რომ გაცნობიერებული აქვს საზოგადოებას, ინდივიდებს, მოქალაქეებს გაცნობიერებული აქვთ რა საშინელ დღეში აღმოჩნდება, ისედაც საშინელ დღეში აღმოჩენილი ჩვენი ქვეყანა ამ ვითარებაში, ამ საერთაშორისო კონტექსტში და ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის პირობებში თუ კვალობაზე, ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის პოლიტიკის გამო.
ახლა ბევრი მსჯელობა არის თემაზე, მსმენია ყოველ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს და მეც მithქვამს არაერთხელ, ბიძინა ივანიშვილს თავად აქვს ერთგვარი დედლაინები დაწესებული მოსკოვის მხრიდან, რომ რაღაც დრომდე, მაგალითად, წლის ბოლომდე ან რაღაც მომავალი წლის გაზაფხულამდე, უკაცრავად სიტყვისთვის მოაყომაროს, მოამთავროს ეს პროტესტი რუსეთსაც, მოსკოვსაც, თუ გულახდილები ვიქნებით, ეს პროტესტი რუსთაველზე ძალიან უშლის ნერვებს და ხელს და ამიტომაც სხვადასხვა პირები მოსკოვიდან აქებენ ერთის მხრივ ქართულ ოცნებას შოიგუმში აქო, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ შეუშინდა ამ აქციებს და მაინც აგრძელებს ამ რუსეთთან დაახლოების სახელმწიფოებრივ ცხადებს ცხადია პოლიტიკას და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთიც აჩქარებს ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაც დროის მონაკვეთამდე არავინ არ იცის ცხადია რა დროებზე, რა დროზე და ვადებზეა საუბარი, მოამთავროს ეს პროტესტი. ხა ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ვერ ჩაიცვამს, ვერ შეიმოსება პოლიციელის ფორმით და ვერ დაერევა ახლა დემონსტრანტებს და ესე რომ იყოს უთუოდ დამარცხდება მარტო რომ გამოვიდეს ცხადია დემონსტრანტებთან ესე რომ შეეძლოს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი თავის მხრივ ავალებს კობახიძეს, კობახიძე თავის მხრივ გელაძეს, გელაძე თავის მხრივ მოადგილეს, მოადგილე თავის მხრივ განყოფილების ხელმძღვანელს და ესე იერარქიულად ჩამოდის რიგით პოლიციელამდე, რომელიც მილიციელად არის გარდაქმნილი და ეს მეისრე მილიციელი ცხადია აგებს ყველაფერზე პასუხს, რატომ ვერ აღკვეთა ეს პროტესტი და ისიც ძალიან დაღლილი ამასობაში, იმიტომ რომ აქ იგითხარით, რომ უწევს გადევნება იმ დემონსტრანტებისათვის, რომლებიც შეეფინენ ზემომთაწმინდის რომელიმე პატარა ქუჩას, არსენას ქუჩას, მაგალითად, ან გრიბოედოვის ქუჩას, ან ათარბეგოვის ქუჩას, ან სოლოდაკისკენ წავიდნენ, მაგალითად, რაღაც სტადიანზე, ან ლეონიძეზე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, როგორც ახსათიანს. ხო, და ეს მეისრებს დაბრალდება რასაკვირველია ყველაფერი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფსიხდება ამის გამო და უთუოა, რომ როგორც მას თხოვენ სასწრაფოდ დაამთავრე ეს ყველა, მოამთავრე ეს ყველაფერიო, ისე თავად ბიძინა ივანიშვილიც თხოვს სხვებს მოამთავრე ეს ყველაფერი, დაამთავრეთ ეს ყველაფერი, როგორღაც მოუგრიხეთ კისერი ამ 50, 70 თუ 467 აკაცუყს, ოღონდ ეს აკაცუყები, კარგი გაგებით ცხადია, ანუ დემონსტრანტები არ ჩერდებიან. და ქართულ საზოგადოებას ბელარუსული საზოგადოებისაგან განსხვავებით აღმოაჩნდა ის ნიჭიერება, მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ კი არა რომ ბელარუსები უნიჭოები არიან, ცხადია ამას არ გულისხმობ, მოკლედ ეს კრეატიულობა, რომ ისინი გავიდნენ და აი პროტესტის სხვადასხვა ფორმა მოძებნა არ იქნება სამართალი შესძახებს ხოლმე ერთი ახალგაზრდა გოგონა და როგორც ერთი ისე ყველა უცებ ამოსძახებს ხოლმე არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ნერვები ეშლებათ ქართული ოცნების პროპაგანდისტებსაც, ამიტომაც არიან გადაფსიხებულნი და ტროლბოტები, ამიტომაც გააქტიურეს დამატებით, მეტი ფული გამოხვეს ტროლებისათვის და ბოტებისათვის და კიდე საკუთარი ალტრუისტი პროპაგანდისტებისათვის და ასევე კიდევ იმათ ეშლებათ ნერვები, აი რაღაც კრეფსის სახელით, რაღაც ვალერი კვარაცხელიებს და ასე შემდეგ. რატო უნდა ბიძინა ივანიშვილს თავის მხრივ მომყომარება, მომთავრება, მომრგვალება ამ პროტესტისა, დასრულება ამ პროტესტისა, იმიტომ რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად ითხოვს თავს, რომ ჩვენ უნდა შემოვიდეთ კავკასიაში. ჩვენ არ აგვაქვს ამდენი დრო, ჩვენ არ აგვაქვს ამდენი შესაძლებლობა, რომ ეხლა თქვენ რაღაცა 70-187 აკაცუქს ვუყუროთ და ჩვენი გეგმები ვერ განვახორციელოთ, იმიტომ რომ ეს რაღაც გიჟების საზოგადოება დარბის აქეთ-იქით რუსთაველზე. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაასრულოთ ეს პროტესტი, ან პროტესტი არ დაასრულოთ და მაინც მიიღოთ ის კანონები, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მოსკოვს აძლევს ხელს. ეს არის რასაკვირველია პირველ ყოვლისა ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რა გინდა რა ფორმით, სხვადასხვა ფორმით, ეს არის რუსული ბაზების დაკანონება, ეს არის შესაძლოდ, ეს არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ერთგვარი აღიარება, მაგალითად ჯერ თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა და ასე შემდეგ. ბიძინამ აკეთებდა ამას, ახლაც შეუძლია ამას თუ სხვა დანაშაულს ჩაიდენდა, მაგრამ მან შესანიშნავად იცის, რომ ახალ ტალღას
ტალღებს დიდი პროტესტისა ის უბრალოდ ვეღარ გადააგორებს არანაირი რესურსი არც ადმინისტრაციული რესურსი და არც ფინანსური რესურსი მას არ ეყოფა და ადამიანური რესურსი პირველ ყოვლისა იმიტომ რომ თუ მან ჩაიდინა ხალხ უფრო დიდი ღალატი ვიდრე ჩაუდენია თუმცა რა არ ჩაუდენია გამოვა ქუჩაში ხო, ავისი 4 ოქტომბერს თუ გამოვიდა პირობითად 70-80,000 მე მართლა გამოვა ოღონდ რეალური 160,000 მოქალაქე რომელიც გაბრაზებული იქნება და გაბრაზებულ საზოგადოებას ეს პოლიციელები მილიციელებად გარდაქმნილები უბრალოდ ვეღარ მოერევიან და იქ იქნება ამბავი და დავიდარება ამბავსა და დავიდარებაში მაინც და მაინც ვიტრინების ლეწვას და ქვების აღებას არ გულისხმობ არც არავის არ მოუწოდებ მაგრამ გასკდება შიგნიდანაც გასკდება ვიღაცა ამოიღებს ერთი ავიცი ბჭყალებში შედარებით ნორმალური ქართულ ოცნებაში დაიჭერენ იმ ვიღაცას, მაგრამ მეორეც ამოიღებს ხმას და უკვე მეორეს ვეღარ დაიჭერენ და ესე იქნება გახეთქვა და მით უმეტეს რომ ეს ბზარები ამ ხელისუფლებაში გასაკვირველია დიდია, უკვე ეს შესამჩნევია, მოდი ასე ვიტყვი, ყოველ მეორეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ მეშვიდეს ნამდვილად უქმნიან პრობლემებს, ვინმე ხმალაზე გაანთავისუფლეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეობიდან, თუ არ ვწდები თუ საიდანღაც, ხო კიდე ვიღაცა დაიჭირეს, ვიღაცა ეს ხმალაზე ბანდიტი კალაძის კადრია, ხო? ვიღაცა კიდე დაიჭირეს, ვიღაცა არ დაიჭირეს, ვიღაცას დაიჭერენ, ფული აქვს ჩასატანი. ამბავია, მოკლედ, ერთი ამბავი ნანუკა, თუ ნუნუკა კი ამ ავატარის ფოტოს რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს. არც ვის შეცვალე, გამოგიგზავნეთ friend request-ი ღარიბაშვილის ხევალს თანამეცხედრეს მიუმართავ, როცა იქნება მაშინ წერილი მაქვს მოსაწერი თქვენთვის იმაზე, რაოდენ აუცილებელი იქნებოდა, არ დამიჯერებთ, მაგრამ მაინც რაოდენ აუცილებელი, ამ კარგი იქნებოდა, რომ შეგეცვალათ ავატარის ფოტო, რომ ბიზინა მოაშორეთ საბოლოოდ, იმიტომ რომ ბიზინა არც ერთ შემთხვევაში არ დაგინდობთ რაცა უნდა რაღაც ხუთი ფოტო რომ დააყენოთ, ან ყოველდღე ცვალოთ, ან რაღაც კალეიდოსკოპური სიჩქარით რომ იცვლებოდეს ბიზინას ფოტო, ბიზინა მაინც არ დაგინდობთ, ეგ რა მაგის პასუხი, ამის მოწერა მინდა თუ დამიმეგობრდებით, ქალბატონო ნუნუკა, რატომ ეშლება სულ, რატომ ეშლება ნუნუკა, გთხოვთ, არ დამიმეგობრდა, ხო, ეხლა კიდევ ერთი დეტალია და საინტერესო რაკურსია. ბიზინა ივანიშვილი მოიცილებს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ვერ შეასრულა მისი დავალება. რასაკვირველია, ბიზინა ივანიშვილი, როდესაც გააჯავრდება და გაბრაზდება, ირაკლი კობახიძესაც, პაპუაშვილსაც, დინარას ყველას, მოკლედ, შეუტევს ამა თუ იმ ფორმით, შეიძლება კორუმპირებულობაში ვერ მიედაოს რომელიმე მათგანს ან ყველას, მაგრამ რაღაცაში კი მიედავება, შენ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღე ბიზო და მიზეზებს რა დალებს ხა რასაც გამოგადგება ამათ წინააღმდეგ საბრძოლოდ, მაგრამ მეორე მხრივ ხა ესეთი კითხვაც უნდა დავსვა მარჩიელობის დონეზე მაინც. თავად ირაკლი კობახიძე ესე იოლად დაუთმობს კი ბიზინა ივანიშვილს ისე იოლად როგორც დაუთმო კვირიკაშვილმა გახარია ბახტაძე თავად ღარიბაშვილმა ერთხელ და ორჯერ და ასე შემდეგ. ანუ არ გაფიჩფარჩხა როგორ არის? გაფიჩინებს კი ფეხებს, თუ გაფარჩხავს ფეხებს, თუ გაცდავად, მოკლედ არ ესე იოლად წავა? მე მგონი რომ ვერა და არა. და ცნობები იმის თაობაზე რომ ირაკლი კობახიძე უშუალოდ და მისი კამანდა მოსკოვზე არის მიბმული, მოსკოვზე თავის მხრივ არის without ივანიშვილი არის მიბმული კრემლზე, ხო? ეს ცნობები სულ უფრო რეალისტური ხდება. მე არ მინდა ვთქვა რომ ირაკლი კობახიძე გათავხედდება და დამოუკიდებლად შეებრძოლება ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ თუ ირაკლი კობახიძე შეჯდა სტრუქტურებში და შეჯდა, ცდილობს რომ შეჯდეს, ხო, აი მაგალითად სუსში მამუკა მდინარაძე უერთგულესი ხავს, კიდევ სხვაგან, ვინის ის და იქნება ბიზინა ივანიშვილს არ ეყოს ძალა, რომ ესე იოლად, აი ყველა სიტყვა მეტნაკლებად ზუსტად უნდა ვთქვა, ესე იოლად დახსნას, სხვა სიტყვის ხმიდან ვარებად შეიძლება რასაკვირველია, დახსნას ირაკლი კობახიძე და მისი შაიკა, მისი სახელმწიფო გადამტრიალებლები, არა და ეს მომენტი ახლოვდება.
თხითი დღე რამდენადაც ირაკლი კობახიძის მთავრობა ვერ აგვარებს, კანა არ ცდილობს, მაგრამ ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რა პრობლემის წინაშეც არის მათეული წარმოდგენით, მათეული გადასახედიდან საქართველოს მართლაც 2026 წლის პირობითად 7 სექტემბერია ან 27 სექტემბერია და ისევ გამოდიან ქუჩაში მოქალაქეები, მე ვგეთქვით რომ გამოდიან, იმიტომ რომ 200 კაცს, 250, 300, 1300 აკაცუქსა თუ არა, აკაცუქს ყოველთვის ნახავ, რომელიც იყირებს, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და ისინი ივლიან ტროტუარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ გადაკეტონ გზა პატარა ქუჩისა თუ შედარებით დიდი ფართო ქუჩისა, გამზირისა, რუსთაველის გამზირისა ცხადია გადაკეტავენ, მაგრამ თუ პოლიცია ჩადგება ესე 2 მწკრივად, 3 მწკრივად ან 14 მწკრივად და დაუშლის, აი იქნებიან იმ ვიწროსა თუ შედარებით ფართო ტროტუარზე, რუსთაველის გამზირზე, ან შეეფინებიან ლეონიძის ქუჩას თუ ტაბიძის ქუჩას თუ აქეთ დაწმინისკენ გადმოვინაცვლოთ შედარებით და რაღაც არსენას ქუჩას თუ არსენას ქუჩის თავზე თხინვალის ქუჩაა და ამ ხელა იცით აი ამ სოდნა გზელი ვიდრე ეს ბინაა სიგზეში ვუტრირებ ცხადია ბევრად გზელია მაგრამ რა ვიცი ჭამში ალბათ რაღაც 100 მეტრი და თხინვალის ქუჩას და იმ პოლიციელი ვერც გაეკიდება და დისკო პორტ შექმნიან და შექმნიან ქართული ოცნების მიერ შექმნილი სახელმწიფოსთვის, ანუ რუსული სახელმწიფოსთვის. აი ეს არის არსებული რეალობა. რატო უნდა კვლავ გავიმეოროთ ბიძინა ივანიშვილს ამ წესრიგის დამყარება? როგორ უნდა დაამყაროს ეს წესრიგი? კარგადაც არ მესმის გულახდილად გეტყვით, ხო? რაღა უნდა მოიფიქროს? ადამიანები არ შეუშინდნენ ჯარიმებს, ფულად ჯარიმებს. ადამიანები არ შეუშინდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობას. ზოგი მოქალაქე არ შეუშინდა სისხლის სამართლიური პასუხისმგებლობასაც კი თუ ახსნები 2. და რაც მთავარია, ყოველ დღე ახალ-ახალი ადამიანები გადადიან. თითქოს რაღაც ერთგვარ ესტაფეტად სწორი სიტყვა ალბათ, ხო? გადადიოდნენ რუსთაველის გამზირზე. ესტაფეტადაც იქცა ერთი ხანობა, ხო? აი თითქოს უკაცრავად სიტყვისთვის, მისთვის უტყდებოდა ყოველ მეორეს არ გადასულა. თუმცა გასატეხი არაფერი არ არის, მეგობრებო, ვისაც როგორც გინდათ ისე უნდა იყოთ, თუ ვისაც გინდათ რომ ჭიჭინაძის ქუჩაში იყოთ, ჭიჭინაძის ქუჩაზე უნდა იყოთ, ვისაც გინდათ რომ შუაგულ რუსთაველზე იყოთ, ცხადია შუაგულ რუსთაველზე უნდა იყოთ, ყველანი ერთ ბრძოლაში ვართ რომ ვიზოდეთ. პოლიტიკოსებზე 2 სიტყვა, წინა ბლოკში ვთქვი, 1798 გაბრაზების მიუხედავად ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც ახლა საპატიმროშია, მართლა 1798 ჯერ გაბრაზებული ვართ თითოეული ჩვენგანი და შესაბამისად წარმოგიდგენიათ რამდენჯერ ვართ გაბრაზებული, რა გინდა რა სწორი არგუმენტები. ასევე გაგიკვირდებათ და იმ პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებიც არ არიან ჯერ დაპატიმრებულნი, ჯერ სწორი სიტყვა ალბათ. ხო, ეს არის მაინც პოლიტიკური პროცესი. და ჩვენ უნდა ვენდოთ, გიბოდიშეთ ამ ჯერ დავახველე. ჩვენ უნდა ვენდოთ ამ პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსებს უნდა ვანდოთ, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი მოლაპარაკება, მაგრამ პოლიტიკური პროცესის მართვა. ქუჩა თავისას აკეთებს, აქტივისტი ცუდი სიტყვაა, მაგრამ აქტივისტები, საზოგადოება, რომელიც შეფენილია ქუჩებში, თავისას აკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით კი არა პრაქტიკულად ყველას, მაგრამ განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპატიმროში არიან და შეგნებულად მიდიან ქართული ოცნების პირობებში პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობაზე თუ პატიმრობაზე, ხო, მათ მიმართ რაღაც ეხლა პრეტენზიების გამოთქმისა და მათთვის საყვედურების თქმის და იმის ლაპარაკის დრო, რომ აი პოლიტიკოსები არ გვივარგა, არ ვკაბათობ, მაგრამ ეს არის რაც არის და არ გვივარგა რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ გვივარგა მეორე თვალსაზრისით, როდესაც უყურებ ელენე ხოშტარიას, მაგალითად ლაპარაკობ ელენე როგორც ქალბატონი ასე აღნიშნოთ, თუ არ ვცდები სხვა პოლიტიკოსი ქალი ჩვენ პატიმარი არ აქვს თუ არ ვცდები. ხო, გადავავლებ თვალს კიდევ ერთხელ. ხო, როდესაც ანუ მრავალშვილიან დედას, ქალს, რომელიც აქვს ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და ის მაინც ამბობს, რომ შვილებო, მეუღლე, მამა, დედა, საზოგადოება მაპატიეთ, მაგრამ მე ამათთან თავს არ დავხრი და მე ვიქნები საპატიმროში ამდენი ხანიც მომიწევს. ნუ ლაკას მიმართ პატივისცემა რომ არ გაგიჩნდეს, მაშინ უნდა იყო ის როა ირაკლი ჩიხრაძე თუ ჩიხლაძე ან ჩიხრაძე. მოკლედ იმედზე რომ იყავს ესე. რაღაც გადაცემა. ტიპი როა რა. ან მეორე ისა
ფუტკარაძე მაგ და ანიკაშვილთან ერთად რომ ზის ხოლმე ხო პატივისცემა არ გაგიჩნდეს ლიაკას მიმართ და აუგორო მით უმეტეს რო აშარუსთან ფინანსები და რაღაც სისულელია ჩემი აზრით მოკლედ ნუნუკას მოვუწოდოთ რომ გავოცვალოს მივწეროთ იმიტომ რომ ის და არ იმასკნა ბოდიში თქვენ თვალწინ ვიზრვა მას რა არ დამიმეგობრდა მაგრამ ისა ფოლოვინგი მომცა რატომღაც და მოდი და მივწეროთ ქალბატონი დავიწყებ ხო ქალბატონი ნუნუკა ქვია ხო ნუნუკა გთხოვთ გირჩევთ გამოცვალოთ გაჩვენებთ მე ავატარი ქვია ხო ავატარის ინგ ავატარი ქვია ხო დიდი ფოტო როა ანუ წაშალოთ ბიზნესი სი და დააყენოთ ნოთ ბავშვებისა ხო ბავშვები ყავს შვებისა მეუღლისა უღლისა ან კახელია ხო მშობლიური კახეთის პეიზაჟი ყვარლის მთები კავკასიონის ლის ქედი ნუ აღმოსავლეთელი ყვარლის არჩევნები ხედებია ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ რომ ეს ნამდვილად გავაგზავნე ჯერ გავაგზავნე თქვენის ნებართვით აი გავაგზავნე და send დამიწერა და რომ მიუვიდა ესეც დაწერა როცა ნახავს თუ ნახავს ეს მეყარება გულახდილად გეტყვით მაგრამ მაინც აუცილებლად გაცნობებთ რომც ნახოს რა გამოცვლის თუ რა იმ 7 მილიონიდან რომელიც ოფიციალურად რაც ვიცით მოიპარა თუ გაათეთრა ღარიბაშვილმა $7,000 რჩევა ეს ძალიან მცირე რა 0 რაღაცა 1 მიასედი გამოდის თუ არ ვცდები არ მინდა ნახვამდის